უთქვამთ ბუნებაში არაფერი იკარგებაო, რომ ყველაფერი რჩებაო სადღაც და ეს სადღაც მეხსიერებაა. თაობების მეხსიერება გამორჩეულად შემოინახავს ახალგაზრდა, ენერგიით, სიყვარულით სავსე, ავთანდილ გოგოტიშვილის ხსოვნას, რომელიც სიყვარულის პრინციპით ცხოვრობდა. წვიმის შხაპულს მოყოლილი ხმა 24 თებერვალს ბათუმში ქვეყნიერებას მოევლინა ავთანდილ გოგოტიშვილი. მას ბავშვობიდანვე დაყვა ხელოვნების ტრვიალი. დაამთავრა ლენინგრადის სახელმწიფო კონსერვატორია. გულღია და ლაღი, გრძნობიარე და შემართული, ამ გრძნობებს ლამაზად გადმოსცემდა იმ საოცარ სპექტაკლებში, რომელთა მკაცრი, გემოვნებიანი რეჟისორი და ტექნიკური პერსონალიც კი თავად იყო. ხასიათიც ნამუშევრებში ამოიცნობოდა თამამი პრინციპული მებრძოლი, მიუხედავად წინააღმდეგობებისა, არასოდეს შეგვიებია დაუნდობელ რეალობას, კულისებს მიღმა თუ სცენაზე, რეპეტიციებსა თუ კონკურსებზე. მისი მატარებელი მიქროდა წარმატებულად და არაორდინალურად. ხან აქ იყო, ხანაც საზღვრებს მიღმა. მისთვის მუდამ ღია იყო პრესტიჟული დარბაზების კარი. უამრავი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, პროფესორი, უნიკალური შემსრულებელი, ვირტუოზი. ის ავთანდილ გოგოტიშვილია და გარდაცვალების შემდეგაც აგრძელებს სიცოცხლეს. გულწრფელი სიყვარულის სცენაკელი ხალხის, იმპროვიზებულ ეკრანზე, გაცოცხლებული მისი ლამაზი და ქარიშხლიანი წარსული. სითბო იღრებოდა სენაკის მუნიციპალიტეტის განათლების, კულტურის და ძეგლთა დაცვის სამსახურის მიერ ორგანიზებით გამართულ საღამოზე, რომელიც აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში გაიმართა. საღამოზე მონაწილეობა მიიღო სენაკის სამუსიკო სკოლასთან არსებულმა ბავშვთა გაერთიანებულმა გუნდმა, რომლის ხელმძღვანელიც გახლდათ ავთანდილ გოგოტიშვილი. მის სახელს უკავშირდება ქალაქ ბათუმში საბავშვო ოპერის დაარსება, რომლის ხელმძღვანელი წლების მანძილზე თავად იყო. სწორედ ამან განაპირობა მისი აღზრდილების სტუმრობამ სენაკში. ბენდი ფორმილ წარსდგა მაყურებლის წინაშე. თაობებს ახსოვს თვალთა გუბეებს მიღმა საოცარი სევდა ჩაგუბებული და მაინც ბობოქარი, უსაზღრო სითბოსა და სიყვარულის მატარებელი ხელოვანი, გამორჩეული საკუთარი გემოვნებით, ესთეტიკით, მისეული განუმეორებელი ხედვითა და სტილით. მის სახელს უკავშირდება არაერთი ნორჩი და ნიჭიერი მომღერლის აღმოჩენა, სრულყოფა და წარმატება. თაობებისათვის გამორჩეული, კოლეგებისათვის ნიჭიერი შემოქმედი, გულშემატკივრებისათვის გამორჩეული ხელოვანი, ხალასი გულითა და სიწყრფელით, ოჯახის წევრებისათვის ერთიც, მეორეც და უბრალოდ მონატრებული ავთო, უკვდავებაში გარდასული სიცოცხლე. 2013 წლის ღვინობისთვის 26 ქარვისფერმა ცრემლებმა დანამეს სისკვალი, რომელიც ასე ნათლად დატოვა ამას სოფლის უბსყულში და ამ ნათლსა და სითბოსა და სულიერებასა და ხელოვნების ტკბობას ავთანდილ გოგოტიშვილი ჰქვიან. ბოლო აკორდით, არ მოკვდები არასოდეს. ავთო ჩვენთან მუშაობდა, ბავშვთა ოპერა იყო ესეთი სოფლიოში პირველი. იქ მუშაობდა გუნდის ქორმაისტერი იყო. ავთო არის დედაჩემის მეგობარი. ანუ ბავშვობიდან ერთად მოდიან და მე ბავშვობიდან ვიცნობ ავთოს. და ავთო ჩემთვის არც პედაგოგი იყო მარტო და არც ისეთი ადამიანი ის იყო ჩემთვის, პირადად ჩემთვის უახლოესი ადამიანი. მე მას ვაფასებ, მიყვარს და დღემდე ვთვლი, რომ ის ცოცხალია. ჩემთვის პირადად დიდი პატევია დღევანდელ საღამოში მონაწილეობა. ჩვენთვის ეს პირველი სტუმრობა არ არის ამ ქალაქში, მაგრამ ჩვენ ვართ ბათუმის ახალგაზრდული მუსიკალური თეატრის სოლისტ მსახიობები, ჯგუფი For You. და დღეს ამ საღამოში მივიღეთ მონაწილეობა გამომდინარე იქიდან ძალიან ახლოს ვიცნობდით. ის ჭეშმარიტი ხელოვანი იყო, მე მაქვს საუბარი ავთო გოგოტიშვილზე, ვისდამი მიძღვნილი საღამოც იყო დღეს და ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი დღევანდელი საღამოში მონაწილეობა. სენაკელებს კარგად ახსოვთ და დარწმუნებული ვარ, მარად ემახსოვრებათ ბობოქარი, უსაზღრო სითბოსა და სიყვარულის მატარებელი, ჭეშმარიტი ხელოვანი, გამორჩეული თავისი ხედვით, არაორდინალურობით, სტილით, გემოვნებით, თვითმყოფადობით. ვირტუოზი, უამრავი საერთაშორისო კონკურსის ლაურეატი, უნიკალური შემსრულებელი ავთანდილ გოგოტიშვილი, 2013 გოგოტიშვილი სამწუხაროდ ნაადრევად გადასახლდა იმიერში.
24 თებერვალს მოევლინა ქვეყნიერებას და სწორედ მისი ხსოვნის აღამოს მიეძღვნა ეს ულამაზესი ღონისძიება სახელწოდებით My Way, ჩემი გზა, რომელიც გაიმართა სენაკის მუნიციპალიტეტის გამგეობის, კულტურის, განათლებისა და ძეგლთა დაცვის სამსახურის ორგანიზებით. მიუხედავად ტექნიკური ხარვეზისა, საღამო გახდა საოცრად ემოციურად დატვირთული. სცენაზე ერთმანეთს ენაცვლებოდნენ ავთო გოგოტიშვილის მიერ აღზრდილი თაობანი. და სიმბოლურია ისიც, რომ საღამოს სახელწოდებასთან ჩემი გზა, ერთად საღამოს წამყვანები, სწორედ ავთო გოგოტიშვილის აღზრდილები. ცნობადი სახეები ნინო ფარღალავა და ლაშა თოლორდევა გახდნენ. ავთო გოგოტიშვილის არაერთ დამსახურებასთან ერთად უნდა გამოვყოთ მის მიერ ბათუმში, მის მშობლიურ ქალაქში საბავშვო ოპერის შექმნა. სწორედ ამან განაპირობა მისი აღზრდილების ბენდი ფორიუს სტუმრობა ჩვენს პატარა კოლხურ ქალაქში. მე მჯერა ავთო გოგოტიშვილმა ნათელი კვალი დატოვა და მას სენაკალები, მისი აღზრდილები არასოდეს დაივიწყებენ და ეს ბოლო აკორდი არ მოკვდები არასოდეს, მარად გაყვება სევდიან და ამავდროს ამაღლებულ ლეიტმოტივად, როდესაც ვისაუბრებთ იმ ადამიანზე ავთო გოგოტიშვილი რომ ჰქვია.